მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. და ორივე გადაცემის წინ ჩვენ დავიწყეთ ერთგვარესტი ბლოკი ცრუ ღმერთების დაბრუნება. სადაც ვსაუბრობთ იმ თემაზე, თუ როგორ ბრუნდებიან ეს ცრუ ღმერთები, ისინი, რომლებმაც ოდესღაც მოიდომეს კათოლიკურ ღმერთს, გავხდარიყვნენ ღმერთი და მაშინ აუდგამათ მიქაელ მთავარანგელოზი, მიქაელ არავინ ვითარცა ღმერთი. და მას შემდეგ ისინი ეს თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსის დავმაყოფილებას რომ ცდილობენ და სულ ეძებენ რევანშის რაღაც საშუალებებს. ჩვენ გვისაუბრეთ ერთ ცრუ ღმერთზე, რომელიც ძალიან პოპულარულად დაბრუნდა ჩვენთან, ეს გახლავთ, რასაც ადამიანები მარადმე დაარქვეს სიყვარული, სამდროში მარტივად თანაყოფის კოიტუსის კულტი არის და მეტი არაფერი, ყველაფერი დაყვანილი ცხოველურ, ფიზიოლოგიურ აქტამდე და მის გაფეტიშებამდე, მის რაღაც პედესტალზე შემოყენებამდე და სხვა შორის ამაზე არც არის გასაკვირი, ხო? თუ კი ქრისტეს ჯვარი, რომელზეც გამოჩნდა მაქსიმალურად ღმერთის სიყვარული. თუ კი ეს ჯვარი, როდესაც დაფლეს, მასზე თუ კი აშენდა აფროდიტეს აღხურცული სიყვარულის ღმერთის სალოცველო, ბუნებრივია, რომ ეს გამოცდილება არ დავიწყებიათ და შემდგომშიც იმ ჭიშმარიტი სიყვარულის ჩანაცვლებას ამ სიყვარულობანებით შეეცდებოდნენ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ღმერთი, რომელიც წარმატებულად დაბრუნდა. არსებობს კიდევ სხვა ცრუ ღმერთი. ეს არის ბედისწერა. ფატონი. მოდი გავიხსენოთ, რომ წარმართულ ცნობიერებაში ეს ერთგვარი გარდუვალობის შეიძლება პერსონალური ღმერთი არ იყო. გასულ ხო ოლიმპოს ღმერთებს ეშინიათ ბედისწერის. არ თავენ ბედისწერის ღმერთები რაღაცას. ისინი მხოლოდ სახურებიან ბედისწერა უფრო მეტია ვიდრე ღმერთები, ხო? სკანდინავიაში რაგნაროკი ეს ღმერთები უნდა განადგურდნენ, ეს დაწერილია. ისინი ამას ვერ გაექცევიან. ამიტომ ესაც ბედისწერის თემა ყოველთვის იყო. და დიახ, ნამდვილად ბევრ წარმართულ კულტურაში ჰქონდა ბედისწერა, ბედისწერის შესახებ მთელი ციკლი არსებობდა ხოლმე. ქრისტიანობის ბიბლიური ცნობიერებისთვის ბედისწერა უკვე უცნაური რამ არის. თუ კი ღმერთი ქმნის თავის ხატებას და მსგავსებას, თავისუფალ არსებას, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უნარის მქონე არსებას, თავისუფლებას თუ კი ქმნის ლევანის სახით, ვიღაცის სახით, ბედისწერის ადგილი უკვე აღარ არის. აქვე რომ დავამთავროთ თემა, აბა ღმერთო ყველაფერი იცისო, როგორ მოხდებაო? დიახ, მეც შეიძლება ვუყურებდი ახლა რომელიმე ფილმს, მაგდანას ლურჯა. მე ვიცი როგორ დამთავრდება ეს ფილმი. მე ვიცი როგორ იყო დაწერილი ნაწარმოები. და ვიცი რომ ფინალი ნაწარმოებისა არ ემთხვევა ფინალს ფილმისას. მე არ დამიწერია არც ნაწარმოები, არც სცენარი. მე ვნახე, წიგნიც ვნახე, ფილმიც ვნახე. და მე ორივე ფინალი ვიცი. თუმცა მე თითითიძე არ დამიკარებია, რომ ეს ფინალი შემდგარიყო ან წიგნისეული, ან ფილმისეული. მე უბრალოდ ვნახე ეს ყველაფერი. ღმერთი არის ის, ვინც ყველაფერიც არ ემთხვევა, რომ მან გაგვიწერა. ლევანი აქ დააცემინებს, აქ ფეხი გადაუბრუნდება, აქ გამოსაზი ჩაიჭრება. არა. ღმერთი არის ის, ვინც მომცა სრული თავისუფლება. მან უბრალოდ იხილა შედეგი ამისი. არა იმიტომ, რომ მან მაიძულა მივსულიყავი აქამდე. მან დამითმო მე და მე მივედი აქამდე. ანუ ქრისტიანულ ცნობიერებაში ბედისწერა, როგორც ფატუმი, როგორც ისაც არ შეიცვლება, შეუძლებელია შეიცვალოს. არ არსებობს. ცალკეული კონკრეტული ინდივიდის შემთხვევაში. ანუ საყვარელი თემა ხო ბერძნული მითების ოიდიპოსი მოკლავს მამას, ცოლად შეირთავს დედას.
და სულ ერთი რომ არის მან არ იცის რომ ეს მამაა და რომ ის დედაა. და სწორედ ამას გაურბის ხო ოიდიპოსი მის გაზარდეს სხვა მეფე დედოფალმა. ცდილობს გაექცეს იმას რომ მოკლას მამა და შეირთოს დედა, გზად შეხვდება ვიღაც ასაკოვან კაცს, მოკლავს მას, მივა ქალაქში სფინქსს განდევნის და შეირთავს დედოფალ დაქვემდებარ დედოფალს. და თურმე ბედისწერა ეს ყოფილა, მან მამა მოკლა და შეირთო ცოლად. ეს სპოილერი იმათვისაც ოიდიპოსის ისტორია არ ახსოვდა. ხო? ქრისტიანობაში ბედისწერა არ არსებობს. მეტიც ყველაზე მთავარ მომენტში, სადაც ქრისტე გეციმანის ბაღში ლოცულობს. ის ირჩევს, რომ ეს რეალობა განხორციელდეს, ეს ფინალი მოვიდეს. და ჯვარზეც ის ირჩევს, სანამ არ დაუთმობს, სანამ არ შეუშვებს სიკვდილს, სიკვდილი მასში ვერ შედის. ეგრეთამ სიკვდილს არ ენახა აქამდე. ვიღაცა ტიპი ამოირჩია, მივიდა ჩაკჭი და ცოდილ სულში ხელა ჩაათრია ჯოხეთში და იესოში ვერ შედის. ვერ ხვდება და ვერ შედის. სიკვდილი ყველაზე ძლევამოსილი არსება. და ახლა ჯვარზე არის ის, ვინც სიკვდილიდან დაძრმავს. და მარადიული ცხოვრება უნდა გვაწყებინოს. და ის ვერ ხვდება უპრეცედენტო შემთხვევა სიკვდილისთვის აქ, როცა იესო დართავს ნებას. მაშინ შედის მასში სიკვდილი. ამიტომ როცა ჩვენ ვინათლებით, ჩვენ ქრისტეს ჯვარცმაში გავდივართ, ვამბობთ, ხო? ანუ მე თავისუფალნებით და ვინათლებოდა. როგორც ქრისტემ თავისუფალნებით გაიარა სიკვდილში. კეთილი. ეს ბედისწერის და ქრისტიანული სწავლების შესახებ უფლის ყოლის ცოდნაობაზე. ხო. და აი დღეს, როდესაც ისმენ რომ კარგია გეხვეწებით რა. აი ეს ხო და დააკვირდეთ რომ კაცობრიობა იყო მორწმუნე მანამ სანამ იქნებოდა განათლება. მაშინ რაც განათლება არსებობს, უფრო და უფრო კლებულობს საზოგადოებაში მორწმუნეთა რაოდენობა. ერთი შეკითხვა. ვინმე თუ იცის რამდენად მეტი ექსტრასენსი, კითხავი, მედიუმი და 1000 ტიპის აი ეგეთი არსება, რომლებიც ჩვენ ვარსკვლავებით, წინაპართა სულებით, ყავის ნალექით, ბანქოს ქაღალდით, ხელის გულით და კიდევ 1000 სისულელით, ჩვენ დაბადების თარიღით და შემდეგ გვიყვება თუ რა მოგველის ჩვენ, რა ბედი გვაწერია ჩვენ. ძალიან მაგარი. თურმე განათლება მოიტანა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა, ჭეშმარიტი ღმერთს, მაგრამ ბორია გადაიდო. რა პრობლემა არის? და ის, რომ გუშინ ბაზარში ნაყიდი ჩინური ყავის სერვისის ფინჯნის შიდა ზედაპირზე თურქეთიდან ჩამოტანილი ყავის ნალექი დადგა ამ ნახატით ბედნიერება მელის. და თუ ბანკო ისე დაალაგდა რომ გოგო გამithხოვდება, ნუ ხო საერთოდ რაღაცა ელაპარაკი. ადამიანებმა საოცარი რამ გააკეთეს. ყველაზე უფრო მიუღებელი რა იყო როგორც თეორი გადმოცემა ყვება, ხო, არა მარტო ქრისტიანულ შორის, ამაშას იუდაურის და მუსლიმურ გადმოცემებიც. ანუ აბრაამული ტრადიციიდან ვხვდებით, რომ ეშმაკ მომწე რაობედურება, აი ეს ვიღაც თიხისგან გამოძერტილი ტიპი ჩემზე მეტი როგორ უნდა იყოს. თავისუფალი ნება, რო გახდეს ღმერთი? ეხლა მთავარი პრობლემა არის, ეხლა მთავარი რისკი არის. და ადამიანებმა დაიწყეს თავისუფალ ნებაზე უარის თქმა. განათლებულმა ადამიანებმა ბატონო. სიზმარებში თუ ეს ნახეთ აბარა თავის თავაცხადია. და თუ ხელი მეფხანება, ნუ თქმაც აღარ უნდა. და აი ასე და ამგვარად. ერთ-ერთი ცრუ ღმერთი, რომელიც დაბრუნდა. თუ კი სიყვარული იყო,
ის მთავარი სახელი ღმერთს, რომელსაც გაგვაცნო ჩვენ. ქრისტიანობა. მეორე სახელი ხომ თავისუფლება. შეიცან ჭიშმარიტი და ჭიშმარიტმა გაგათავისუფლოთ თქვენ. იმისაც რომ ადამიანი გახდეს თაყვანისმცემელი არა ჭიშმარიტი ღმერთისა, საჭირო რა არის? მარტივი რამ. ბანდა თავისუფლებაზე უარი თქვას. და აი მეორე დაბრუნებული ცრუ ღმერთი. ბატონი, ბედისწერა. ჩვენ ადამიანებმა, განათლებულმა ადამიანებმა გადავდგეთ ეს ნაბიჯი. რაც საინტერესო არის, რომ მიაქცევით ყურადღებას, ახლა შეხშედ აღარ ვადევნებ ხოლმე თვალყურს ტელევიზიებს. იყო ხოლმე ზოგიერთი არხი, ჩართავდი, უყურებდი. მოძღვარი საუბრობდა ხოლმე. ქვევით მოპენასტრი ქონად მირბოდა ხოლმე რაღაც. ჯადოს მოხსნები, მომავლის პირადიას გრაფიკის შედგენა, თქვენი კოსმოსური რაღაც პლანეტების და იმითი განლაგების მიხედვით, თუ რომელი ქვა უნდა გეტარებინა და ეს რა მოძღვარი საუბრობს, ქრისტეს ჭიშმარიტებზე ქვევით მოპენასტრი ქონში ეს ყველაფერი მიდიოდა ხოლმე. საოცარი ტანდემი იყო. ასე რომ არ იფიქროთ, რომ ეს დამთავრდა. როდესაც ხალხი მიდის და ენერგონობის თანხას ხარჯავს, რომ შვილი გამიჩნდა და ახლა მე უნდა მისი პირადი ჰოროსკოპი შევადგინო აი ამ ძალიან ცნობილ ასტროლოგს. მაშასა თუ ადამიანს აქვს ქრისტიანული ცნობიერება, მას უნდა ესმოდეს ძალიან მარტივად. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება ჩემა თავისუფალმა ნებამ მე ჯვარზე ასული ავაზაკი პირველ წმინდანად მაქციოს. ან ის მოციქული, რომელიც 3 წელიწად ნახევარი ქრისტეს არ მოშორები ვარ, ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა უფროსი ჩამაგდოს. ჩემმა თავისუფალმა არჩევანმა. იმისგან დამოუკიდებლად სად დავიბადე, როდის დავიბადე, ჰოროსკოპით ვინ ვიყავი, სულიერი თუ სულ არსება. იმაზე აღარ ვფიქრობ მე, რომ ადამიანი, რომელიც დაუშვათ დაიბადა მადაგასკარზე, იმავე დღესა მე დავიბადე და მის ცაზე არანაირი თანავარსკვლავედაც, რომელიც ჩემს თავზე იყო თბილისში რომ დავიბადე, ის ცხოვრებაში არ უნახავს მას. და ეს ზოდიაქოები შედგენილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის საერთოდ რა შუაში ავსტრალიელებთან მაშინ. როგორ მათზე არ ვრცელდება? აბა ეს კოსმიური, მაქსიმალური, უკიდეგანო, დიახ ბატონო, მე სულ სხვაცა არის. არც ლომი, არც კირჩხიბი, არც ღრიანკალი და კიდე რაღაც. ისინი სასწორები და ხალხური დღესკაცები არ უნახავთ იმათ, ვინც პაპუა ახალ გვინეაში დაიბადა და გაეძებნა, იმიტომ რომ მათ ცაზე ეგეთი რამ არ ჩანს არასდროს. იმიტომ დედამიწა ბრტყელი არ არის. ხო, კეთილი. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ესეთი რამ გამოგვდის. ადამიანმა ვერც კი დაინახა ისე გაუღო კარი დაბრუნებულ ცრუ ღმერთებს. ერთ-ერთი იყო ვითომ სიყვარული, მეორე იყო გაცნობიერებული უარის თქმა თავისუფლებაზე ბედისწერის სახელით. ამიტომაც ყოველგვარ ასეთ ფატალისტურ შეხედულებებს უნდა ზოგი ვაქციოთ და მარტივად უყუროთ ცხოვრებას. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ ჩემს არჩევანზე, მხოლოდ ჩემს ნაბიჯებზე და ჩემი არჩევანი განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ მე თავისუფალი ვარ. ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა. მორავენ გახდება მონა რომელიმე წარმართული სისტემის მიერ მოგონილი უცნაური, არაადეკვატური, არამეცნიერული და არაჭეშმარიტი კონსტრუქციებისა. კეთილი. ამჯერად ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით საკმარისად თქვით, თუ რამე შეგვაშალა ან გამოგრჩა, მიუთითეთ კომენტარების ველში. ახლა კი გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.